ეს იყო ქართველი თავადაზნაურობისა და ინტელიგენციის პირველი ერთიანი მცდელობა დაებრუნებინათ დაკარგული სახელმწიფოებრიობა, ევროპული ტიპის კონსტიტუციური მმართველობა დაენერგათ და ერის ღირსება გადაერჩინათ. შეთქმულება, რომელმაც თავისი მძლავრი იდეურობითა და სულიერი სიმაღლით საფუძველი ჩაუყარა მომავალს, ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, ქართული პრესისა და მე-20 საუკუნის ეროვნულ მოძრაობას. ისინი გეგმავდნენ არა მხოლოდ აჯანყებას, არამედ ახალი საქართველოს მშენებლობას. მათი სამიზნე იყო არა მხოლოდ რუსული ხელისუფლება, არამედ უთანასწორობა, წოდებრივი უპირატესობა და მჩაგვრელი მმართველობა. 1822 წელი, შეთქმულება, რომელსაც საქართველოს ბედი უნდა გადაეწყვიტა. 1822 წლის შეთქმულება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. იგი წარმოადგენდა საქართველოს პროგრესული ძალების ორგანიზებულ ცდას ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის. შეთქმულებამ დამარცხების მიუხედავად ღრმა კვალი დაამჩნია 30-40-იანი წლების საზოგადოებრივ პოლიტიკურ მოძრაობას და სათავე დაუდო იმ იდეებს, რომლებიც 60-იან 80-იან წლებში ხალხის იდეური ცხოვრების ნიშანსვეტს წარმოადგენდა. შეთქმულების პირველი კერები აღმოცენდნენ პეტერბურგსა და მოსკოვში. იქ იძულებით გადასახლებული ქართველ ბატონიშვილთა ოჯახები ვერ შეურიგდნენ თავიანთ ხვედრს და იბრძოდნენ ბაგრატიონთა სამეფო ტახტის აღდგენისათვის. ამ ბრძოლას ბიძგი მისცა ერთის მხრივ დეკაბრისტთა შეიარაღებულმა გამოსვლამ პეტერბურგში, მეორე მხრივ 20-იანი წლების ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობამ ევროპის ქვეყნებში. ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეები ედო საფუძვლად დავით, იულონ, თეიმურას, იოანე ბატონიშვილთა საქმიანობას. 20-იანი წლების დამდეგიდან ამ იდეალის მოთავენი გახდნენ დიმიტრი იულონის ძე და ოქროპირ გიორგის ძე ბაგრატიონები. პეტერბურგში დიმიტრი ბატონიშვილის ბინაში სისტემატურად იკრიბებოდნენ ელიზბარ და ზაქარია ერისთავები, დიმიტრი და ვახტანგ ორბელიანები, ლუარსაბ და ივანე ჩოლოყაშვილები, დავით ჯორჯაძე, სოლომონ დოდაშვილი, სოლომონ რაზმაძე და სხვები. მათი საუბარი შეეხებოდა საერთო ევროპული მოძრაობის მიმდინარეობას და იმ მძიმე ხვედრს, რომელშიც სამშობლო იმყოფებოდა. ამ საუბრებში თანდათან მწიფდებოდა ცარიზმის კოლონიური მმართველობის დასამხობად შეიარაღებული გამოსვლის იდეა. დავით ჯორჯაძის გადმოცემით მიმდინარეობდა ბაასი თავისუფლების შესახებ. დიმიტრი ბატონიშვილს ნიმუშად ასეთი თავისუფლებისა მოჰყავდა საფრანგეთი და მისი კანონები, ხან თავისუფალი ქალაქები. შეთქმულების პირველი აქტივისტები პეტერბურგში თანდათან აფართოვებდნენ თანამოაზრეთა წრეს. პეტერბურგელ ქართველთა ფარულ საქმიანობას მოსკოვში მხარი აუბა ოქროპირ ბატონიშვილმა, რომელმაც აგრეთვე თანამგრძნობთა ჯგუფი გაიჩინა. პეტერბურგში 1825 წელს შექმნილი საიდუმლო წრის საქმიანობამ 1827 წლიდან თბილისში გადმოინაცვლა. ამ წელს დაბრუნდა საქართველოს დედაქალაქში სოლომონ ბატონიშვილი, შეთქმულთა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოღვაწე. მოსკოვიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ოქროპირ ბატონიშვილი, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი. მათი თაოსნობით აქ თავი მოიყარა შეთქმულთა ფართო წრემ, რომელიც სისტემატურად იკრიბებოდა არალეგალურად და მსჯელობდა იდეურ და ორგანიზაციულ საკითხებზე. თბილისის წრეს კავშირი ჰქონდა პეტერბურგისა და მოსკოვის წრეებთან. მიმოწერა საიდუმლო ნიშნებით წარმოებდა. საიდუმლო ანბანის ავტორი იყო მღვდელი ფილადელფოს კიკნაძე, რომელმაც აგრეთვე შეთქმულთა საწესდებო დოკუმენტი აქტი გონიური შეადგინა. 1829-1830 წლებში შეთქმულთა წრე გაფართოვდა. მასში ჩაებნენ გიორგი და ელიზბარ ერისთავები, გრიგოლ, ალექსანდრე და მამუკა ორბელიანები, დიმიტრი ყიფიანი, იასე ფალავანდიშვილი, თამარ ბატონიშვილი, გიორგი ავთანდილაშვილი და სხვები. ფარული ჯგუფის შტაბი შედგებოდა 3 კაცისაგან. ესენი იყვნენ ალექსანდრე ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი და სოლომონ დოდაშვილი. შეთქმულებმა ფილიალები გააჩინეს სამაზრო ქალაქებშიც. შეთქმულთა საქმიანობას იცნობდა და თანაუგრძნობდა პოეტი გენერალი ალექსანდრე ჭავჭავაძე. შეთქმულებასთან დაკავშირებული იყვნენ თბილისის გენერალ-გუბერნატორი პეტრე ზავილეისკი, წარმოშობით პოლონელი,
საფრანგეთის კონსული ლეტელიე და სხვები. შეთქმულთა საერთო რაოდენობა 150 კაცს აღემატებოდა. შეთქმულები დიდი მედებს ამყარებდნენ 1830 წლის პოლონეთის ეროვნულ მოძრაობაზე. პოლონეთის აჯანყებასთან დაკავშირებით საქართველოდან გაიწვიეს მთავარმართებელი გენერალი პასკევიჩი. იმპერიის სამხედრო ნაწილები პოლონეთის წინააღმდეგ ომში იყო ჩაბმული. ეს გარემოება შეთქმულებს წარმატების იდეებს უსახავდა. ეს იმედები ამაო გამოდგა. ცარიზმმა შეძლო პოლონეთის აჯანყების ჩახშობა, რამაც შეთქმულთა საქმიანობა ერთგვარად შეანელა, მაგრამ იგი კვლავ გაცხოველდა 1832 წლიდან. ამ წლის ზაფხულში შეკრებებმა მიიღო სისტემატური ხასიათი. 1832 წლის შეთქმულება კონიუნქტურული მიზეზების გამო ზოგ მკვლევართა მიერ მიჩნეული იყო რეაქტიულად. მათი აზრით შეთქმულება მიზნად ისახავდა ერეკლე მეორის დროინდელი სახელმწიფოებრიობის აღდგენას, რაც თითქოს ისტორიის ჩარხის უკუღმა მიტრიალებას მოასწავებდა. შემდგომმა კვლევაძიებებმა ცხადყვეს, რომ ეს მოსაზრება მცდარია, რომ შეთქმულნი წინ იყურებოდნენ და საქართველოს მომავალი წარმოდგენილი ჰქონდათ მე-19 საუკუნის 20-იანი, 30-იანი წლების სახელმწიფოებრივ სისტემათა დადებითი გამოცდილების გათვალისწინებით. შეთქმულთა პირველი მოთავენი დიმიტრი და ოქროპირი განმანათლებლურ იდეებს თანაუგრძნობდნენ. ახლო წრეში დიმიტრი ბატონიშვილს ქართველ ვოლტერს ეძახდნენ. ქვეყნის რესპუბლიკური წყობა იტაცებდა ოქროპირ ბატონიშვილსაც. შეთქმულთა წრე იდეურად ერთგვაროვანი არ ყოფილა. ერთ ნაწილს ძირითად ამოცანად მიაჩნდა მონარქიული წყობილების აღდგენა. მეორე ნაწილი რესპუბლიკურ მმართველობას უჭერდა მხარს. რესპუბლიკური იდეების მოთავე იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელიც დაბალი წოდებიდან იყო გამოსული და დიდგვაროვანი არისტოკრატიის პრივილეგიებს არ თანაუგრძნობდა. მონარქისტული პროგრამის მომხრეებსაც არ სურდათ საქართველო ძველებურ რეჟიმს დაბრუნებოდა. მათი აზრით დამოუკიდებელი საქართველო ევროპის პოლიტიკური წყობის ყაიდაზე უნდა მოწყობილიყო თავისი სამინისტროებით, თავისი წარმომადგენლობითი დაწესებულებებით. საქართველოს მმართველობა მათი აზრით აეწყობოდა კონსტიტუციური მონარქიის ყაიდაზე. მმართველობის ორპალატიან სისტემაში ზედა პალატად იგულისხმებოდა მედე და მისი მინისტრები. ქვედა პალატად დეპუტატთა საკრებულო საქართველოს ყველა მაზრიდან. მეფედ ნავარაუდევი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ნაცადი ალექსანდრე ბატონიშვილი. უკვე განაწილებული იყო მინისტრთა პორტფელებიც. სამხედრო მინისტრი ალექსანდრე ჭავჭავაძე, ფინანსთა მინისტრი ნიკო ფალავანდიშვილი, შინაგან საქმეთა და განათლების იაგორ ჭილაშვილი, საგარეო საქმეთა თავადი ბებუთაშვილი, იუსტიციის მუხრან ბატონი და სხვები. შეთქმულ ზალ ავთანდილაშვილის ჩვენებით აჯანყების გამარჯვების მეორე დღესვე უნდა მოწვეულიყო სეიმი და ვიდრე მეფეს აირჩევდნენ, საქართველოს მმართველობა სეიმის წევრებისათვის უნდა ჩაებარებინათ. დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო მუდმივი ჯარის ორგანიზაცია. შეთქმულებს შემუშავებული ჰქონდათ ეროვნული ჰიმნი. შეთქმულმა ქალებმა ეროვნული დროშებიც მოკარგეს. იმ ეპოქის ფონზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა შეთქმულთა მემარცხენე ფრთის რესპუბლიკური პროგრამა. ამ ფრთის მესვეურს იმ დროის უნიჭიერეს ფილოსოფოს არ იტაცებდა მონარქიული რეჟიმი. იგი არ თანაუგრძნობდა წოდებრივ პრივილეგიებსა და ყველაზე მეტად აწუხებდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გლეხობის ბედიღბალი. სოლომონის აზრით საქართველოს მომავალი წყობილება მეფობა უნდა ყოფილიყო. მმართველობის ფორმად იგი რესპუბლიკის ნაირსახეობას მიუთითებდა. ორთავე ფრთას რუსეთთან საქართველოს მომავალი ურთიერთობა წარმოდგენილი ჰქონდა 1783 წლის ტრაქტატის პირობებში. საშინაო საქმეებში ქვეყანა სუვერენული იქნებოდა. რუსეთთან მისი დამოკიდებულება საგარეო სფეროებით იფარგლებოდა. შეინიშნება შეთქმულების იდეური ნათესაობა რუს დეკაბრისტებთან. რუსეთის ბედნიერებისათვის წარმატებული მოღვაწენი დეკაბრისტები აღტაცებას იწვევდნენ რუსეთის პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებში. შეთქმულთა ზოგი წევრი დეკაბრისტთა გამოსვლის მონაწილეც იყო. ზაქარია ჩოლოყაშვილი დაახლოებული იყო პესტელთან, რომელიც რესპუბლიკურ წყობას უჭერდა მხარს.
საქართველოში გადმოსახლებული დეკაბრისტები ალექსანდრე და პავლე სუბუჟევები, ვლადიმირ ოდოევსკი, ვალერიან გოლიცინი, ვლადიმირ ვოლხოვსკი, ვლადიმირ ტოლსტოი, ალექსანდრე განგებლიშვილი და სხვები ახლოს იყვნენ შეთქმულებთან. განსაკუთრებით ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახთან, სადაც სისტემატურად ეწყობოდა ქართველ ინტელიგენციასთან შეხვედრები. 1932 წლის დამდეგიდან შეთქმულთა საქმიანობა გაცხოველდა. დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო გაზეთ თბილისის უწყებანის ლიტერატურული დამატების გამოცემა. მისი რედაქტორი სოლომონ დოდაშვილი ჟურნალის ფურცლებზე რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ცენზურის პირობებში პროპაგანდას უწევდა ეროვნულ განმათავისუფლებელ იდეებს, სააჯანყებო განწყობილებას. შეთქმულებს მიაჩნდათ, რომ დადგა ხელსაყრელი მომენტი გამოსვლისათვის. მუსლიმურ სამყაროში დაიწყო მღელვარება. ეგვიპტის ფაშა ოსმალეთს უტევს. ევროპისა და რუსეთის ყურადღების ცენტრი გადატანილია კონსტანტინოპოლზე. რუსეთი ამზადებს საექსპედიციო კორპუსს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაპატრონებისათვის. ევროპაში ისევ გაჩაღებულია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ზაფხულში შეთქმულნი გადადიან გამოსვლებისათვის პრაქტიკულ მზადებაზე. პეტერბურგიდან საგანგებოდ ჩამოსული გიორგი და დიმიტრი ერისთავები აძლიერებენ შეთქმულთა ბირთვის საქმიანობას. გამოსვლის დღე ინიშნება 20 ნოემბერი, თავადაზნაურთა წინამძღოლის არჩევნების დღე. შემუშავდა ამ დღეს სამოქმედო კონკრეტული გეგმა, რომელიც ცნობილია პირველი ღამის განკარგულების სახელწოდებით. ამ დოკუმენტის მიხედვით აჯანყება თბილისში უნდა დაწყებულიყო. მისი საბაბი იქნებოდა სალდათობის საწინააღმდეგოდ გამოსვლა. წინა დღეებში საგანგებო პირებს ხმა უნდა გაევრცელებინათ, რომ მთავრობა იძულებით აწესებს გლეხობის ჯარში გაწევასო და მის წინააღმდეგ განეწყოთ მოსახლეობა. ქალაქის მსხვილი მოხელეობა უნდა მოეწვიათ ნადიმზე ალექსანდრე ორბელიანის ოჯახში და იქ გაესწორებინათ მათთვის ანგარიში. ღამის პირველ საათზე შუშხუნები, ეკლესიათა ზარები, მუსიკა ამცნობდა ქალაქს აჯანყების დაწყებას. განგაშზე თავშეყრილ მოსახლეობას დააფიცებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთგულებაზე. მოხაზული იყო იერიშის მთავარი პუნქტები. დიმიტრი ორბელიანს დავალებული ჰქონდა ციხის აღება. გიორგი რევაზის ძე ერისთავს შეტევა რუს ჯარისკაცთა ყაზარმებზე. ცალ-ცალკე ჯგუფებად იერიშები განხორციელდებოდა იარაღის საწყობებზე, არსენალზე, სასურსათო პუნქტებზე, ხაზინაზე და სხვა. შეთქმულთა ვარაუდით თბილისში მოპოვებული გამარჯვება წააქეზებდა ქართლისა და კახეთის თავადობას. ისინი ქუდზეკაც გამოიყვანდნენ, რაც რეგულარული ჯარის საფუძველი გახდებოდა. რეგულარული არმიის სარდლებად შერჩეულნი იყვნენ ალექსანდრე ჭავჭავაძე, ივანე აფხაზი, გიორგი ერისთავი. ქვეყნის მმართველობას დაუყოვნებლივ ჩაუდგებოდა სათავეში დროებითი ხელისუფლება, რომელიც თანდათან განახორციელებდა ახლებურ ყაიდაზე საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის ღონისძიებებს. შეთქმულებმა ვერ მოახერხეს ჩანაფიქრის 20 ნოემბრისათვის განხორციელება. აჯანყება ერთი თვით გადაიდო. დეკემბრის პირველი რიცხვები განსაკუთრებით ინტენსიური მოქმედებით ხასიათდებოდა. შეთქმულნი ყოველღამ საიდუმლოდ იკრიბებოდნენ ალექსანდრე ორბელიანის ბინაში და აზუსტებდნენ გამოსვლის დეტალებს. დამამთავრებელ ეტაპზე შეთქმულება გასცა მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, იასე ფალავანდიშვილმა. 9 დეკემბრის თარიღით დასმენაში მან ქალაქის გუბერნატორ თავის ძმას, ნიკო ფალავანდიშვილს დაწვრილებით გააცნო შეთქმულთა მოქმედების გეგმა. დაასახელა აჯანყების მონაწილენი. მთავრობა მეორე დღესვე შეუდგა აჯანყების მოთავეთა დაპატიმრებას. დაპატიმრებულნი ავლაბრის ყაზარმებში გამოამწყვდიეს. მთავრობის საგანგებო კომისია იმპერატორ ნიკოლოზ პირველის განკარგულებით შეუდგა შეთქმულთა საქმის გამოძიებას. მთავრობის კომისია დეტალურად იკვლევდა შეთქმულთა საქმიანობას. პატიმრები ღირსეულად იქცეოდნენ. ისინი ყოველ მხრივ ცდილობდნენ დაეფარათ თანამზრახველები. რაც უნდა გტანჯონ, არ გავტყდეთ. ასეთი იყო მათი დევიზი. მაგრამ დასმენის გამო ყველაფრის დაფარვა შეუძლებელი იყო. ამის გამო შეთქმულთა მესვეურებმა უმჯობესად ჩათვალეს მათი საქმიანობისათვის მიეცათ პრიმიტიული ხასიათი. დაეფარათ მისი პოლიტიკური პროგრამული საფუძველი.
1934 წლის 10 თებერვალს ყველა ბრალდებული გაასამართლეს თბილისში სამხედრო წესდების მიხედვით. მთავარ დამნაშავეებად ცნობილ იქნენ ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ორბელიანი, სოლომონ დოდაშვილი, მოლა ზამანა, გრიგოლ ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი, სოლომონ რაზმაძე, დიმიტრი ყიფიანი და სხვები. ყველას სიკვდილით დასჯა მიესაჯათ. მთავარ მართებელმა როზენმა პეტერბურგში გაგზავნა განაჩენი, თანაც ითხოვა მისი შემსუბუქება. როზენს არ აწყობდა აჯანყებულთათვის მიეცა ცარიზმის წინააღმდეგ პოლიტიკური გამოსვლის ხასიათი, რადგან ამით მისი რეპუტაციაც ილახებოდა. შეთქმულება მან მონათლა რამდენიმე პირის ბოროტ განზრახულებად, ამასთან ხაზგასმით მიუთითა საიმპერატორო ტახტისადმი ქართველი თავადაზნაურობის ერთგულებაზე. რუსეთის იმპერატორს, რომელიც უმკაცრესი ღონისძიებებით უსწორდებოდა ყველა სახის გამოსვლას ტახტის წინააღმდეგ, ცხადია ქართველ შეთქმულთათვის უმკაცრესი სასჯელის მისაღებად ხელი არ აუკანკალდებოდა. მაგრამ რიგი გარემოებანი მას აიძულებდა ლმობიერება გამოეჩინა. სწორედ ამ დროს კავკასიის მთიანეთში მიმდინარეობდა შეუპოვარი ბრძოლა რუს დამპყრობთა წინააღმდეგ და ცარიზმს სჭირდებოდა ქართველი თავადაზნაურობის მხარდაჭერა. მეორეც ცარიზმის სწორედ ამ ხანებში გაუსწორდა უსასტიკესი ზომებით პოლონეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მოთავეებს, რამაც ევროპაში საკმაოდ შეარყია მისი ავტორიტეტი. ქართველთა შეთქმულების პოლიტიკურ აქტად გამოცხადება და მისთვის მორიგი ანგარიშწორება ამ გულის წყრომას კიდევ უფრო გააღრმავებდა. ცარიზმის კავკასიაში გაბატონებას არ თანაუგრძნობდნენ ინგლისი და საფრანგეთი. ნიკოლოზ პირველს არ აწყობდა გაემჟღავნებინა, რომ მისი მმართველობა შეუთავსებელი იყო ხალხის ინტერესებთან და საქართველო მიილტვოდა სახელმწიფო დამოუკიდებლობისათვის. ამიტომ მოხდა, რომ სენატმა მსჯავრდებულნი შეიწყალა. მთავარი დამნაშავენი სხვადასხვა ვადით რუსეთში გადაასახლეს. ელიზბარ ერისთავი გადაასახლეს ფინეთში, ალექსანდრე ორბელიანი ორენბურგში, სოლომონ დოდაშვილი ვიატკაში, ალექსანდრე ჭავჭავაძე ტამბოვში, დიმიტრი ყიფიანი ვოლოგდაში და სხვა. ასევე დაფანტა მთავრობამ შეთქმულებაში გამჟღავნებული ქართველი ბატონიშვილები. 1822 წლის შეთქმულება ქართველი ინტელიგენციის პირველი ორგანიზებული შეიარაღებული გამოსვლის ცდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად. იგი არსებითად განსხვავდებოდა წინა პერიოდის მასობრივი აჯანყებებისგან იმით, რომ გარკვეულ პროგრამას შეიცავდა და ითვალისწინებდა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას ევროპული განმანათლებლობის პრინციპების მიხედვით. შეთქმულებაში ჩაბმული იყო მე-19 საუკუნის 20-30-იანი წლების მთელი მოწინავე ქართველი ინტელიგენცია. ამდენად შეთქმულება იმის ნათელი მოწმობაა, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის იდეები თანდათან იდგამდა ფესვებს საქართველოში. შეთქმულებისათვის მზადების მთელი პერიოდი ხასიათდებოდა ევროპული თვითშეგნების გაღვივებისათვის ბრძოლის სულისკვეთებით. განსაკუთრებით საყურადღებო მოვლენა იყო ქართული პრესის საქმიანობა. ჟურნალი სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი, რომელიც შეთქმულთა პოლიტიკური ორგანო იყო, ემსახურებოდა ქართული კულტურის წინსვლას, ქართული ენის, ლიტერატურის აღორძინების საქმეს. იგი თავის გარშემო იკრებდა და რაზმავდა ერის რჩეულ შვილებს, აღვივებდა მათ საბრძოლო განწყობილებას. ჟურნალის ფურცლებზე დაბეჭდილი პუბლიცისტური წერილები, ლექსები, მოთხრობები გამსჭვალული იყო სამშობლოს თავისუფლებისათვის თავგანწირვის სულისკვეთებით. ჟამიარს მტერი მამულის მივცეთ מחვილსა ლესულსა, ნათქვამია გივი ამილახვარის აღსარებაში, რომელიც გრიგოლ ორბელიანის მიერაა დაწერილი და გამიზნული იყო ჟურნალში დასაბეჭდად. რედაქციის არქივში, რომელიც დაპატიმრების დროს ჩამოართვეს დოდაშვილს, არის მოსახლეობაში გასავრცელებლად გამიზნული პროკლამაციები და საამბოხო ლექსები. 1822 წლის შეთქმულება ეხმაურებოდა ევროპის მცირე ერების ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. იგი მჭიდრო კავშირში იყო პოლონელი ხალხის ბრძოლასთან ეროვნული დამოუკიდებლობისათვის. ასეთი ხასიათის მოძრაობები უპირისპირდებოდა ცარიზმის იმპერიულ ინტერესებს.
ბიძგს აძლევდა ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლას და ზოგ შემთხვევაში აიძულებდა მას ერთგვარად შეემსუბუქებინა კოლონიური ჩაგვრის უღელი. 1822 წლის შეთქმულებამ ბიძგი მისცა მომდევნო თაობის ეროვნული სულისკვეთებისთვის გაღვივებას. ამის ნათელი მოწმობაა ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი თაობის გამოსვლა საზოგადოებრივ ასპარეზზე. ბარათაშვილის გენიალურ მხატვრულ ქმნილებებს საფუძვლად ედო შეთქმულთა იდეოლოგია. შეთქმულებმა ილია ჭავჭავაძის შეფასებით ცხოვრების ხნულში ჩათესეს ის კეთილშობილური იდეალები, რომლებმაც იხარა და ნაყოფი გამოიღო 60-70-იან წლებში. დაგვიწერეთ თქვენი აზრი 1832 წლის შეთქმულებასთან დაკავშირებით. გამოიწერეთ კარდუს გვერდები. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.